სად მithქვავს ეს? კონკრეტული ეს დაპირება არ იყო, თუმცა მოსახლეობას ჰქონდა განცდა და ისინი დღეს არა, აი ეს განცდა მე ძალიან გთხოვდით, არა მარტო თქვენ და აქ დამსწრე ჟურნალისტებს ისინიც ვინც არ გვესწრებიან, აი ეს როლი თქვენ რაც უფრო მაღალი ხარისხით შეასრულებთ, მით უფრო გაიოლდება. თქვენი პასუხი, რომელიც თქვენ ამ კითხვაზე გაიცნოთ. თქვენ კითხვა კარგად უნდა იცოდეთ, ჟურნალისტი, თქვენ ნუ გონიათ კიდევ გახსენებთ, ნუ გონიათ თქვენ რომ რასაც გინდათ გაისვრით და მე უნდა მოვძებნო თქვენი ნასროლი სად წავიდა. თქვენ უნდა დააკონკრეტოთ კეთილი ენებო და გასაგები კითხვა უნდა დასვეთ ჩემთვის. მე ჩაგიბრუნდეთ და კითხეთ, როცა თქვენ ზოგადად ჩამოთვალეთ რამდენიმე მიმართულება, კითხვის განვითარება რამდენიმე მიმართულებით, ჩემი ინტერესი გამოიწვია შეუსრულებელმა დაპირებებმა და მე გთხოვე თქვენ დაგეკონკრეტებინათ. ერთ-ერთი თქვით პენსიაზე, მე ვთვლი რომ არაკორექტულად ამბობთ, როდესაც ამბობთ რომ 2014 წლის ბიუჯეტში ეს არ აისახება და მე დაპირებები დავარღვიე. არასწორად გაქვთ თქვენ თუ ეს გესმის. ბატონო? მე თქვენ ბრალდებას არ გიყენებთ ამ. თქვენ კითხვა დამისვით და თქვენ ესე მიგაჩნიათ რომ მე დაპირებები არ შევასრულე, იმიტომ რომ 2014 წლის ბიუჯეტში პენსიები არ გაიზარდა, თქვენ არასწორი ბრძანდებით. აი იმაზე მიგანიშნებთ. თქვენ სწორედ არ გაგიგიათ სწორედ ჩემი დაპირებები და შესაბამისად არასწორად მიყენებთ პრეტენზიას, რომ დაპირებები არ შევასრულე, აბა შემდეგი დაპირებება. ძალიან ყველაფერი გისმენთ. ბატონო? 100 საწარმოს გახსნის თარიღი 1 წელიწადში უნდა გახსნილიყო ამაზე. 1 წელიწადში არ უნდა გახსნილიყო 100 საწარმო, უნდა 100 საწარმო მინიმუმ უნდა შექმნილიყო ახალი. ესეც რა თქმა უნდა 1 წელიწადში მოხდა 100 საწარმოზე მეტის და იქ რაოდენობა რამდენჯერმე მე დავასახელე, ბოლო ციფრი მე არ მახსოვს და თქვენ კარგად უნდა იცოდეთ, თუ გაინტერესებს, შეგიძლიათ ეხლაც პროცესშივე გადარეკოთ სოფლის მეურნეობის სამინისტროში და ნახავთ რომ გაცილებით მეტი საწარმო დაფინანსდა ვიდრე 100. ეს არის პასუხიც იმაზეც. მეტი გავაკეთეთ, რაც დავპირდით, მაგრამ ის ვისაც ესმის და თქვენ ჟურნალისტს ამდენი უნდა გესმოდეთ, რომ საწარმო მოვედით ჩვენ 1 წელიწადში, კიდეც შევარჩიოთ ვინ დავაფინანსოთ, ის საწარმოებიც მოვიკვლიოთ, მოვიტანოთ, დავამონტაჟოთ და მან მოქმედება დაიწყოს. ეს არასწორია, ის რაც იგულისხმობოდა, იმაზე მეტი გავაკეთეთ. და ამას რაც დრო ჭირდება, ისევე როგორც ფეხმძიმებას, ერთი თვე არ ეყოფა, როგორ ამდენი უნდა იჩქაროთ, 9 ხალით 9 ქალბატონიც რომ იყოს, 9 თვე უნდა იყოს ერთი ქალბატონი, ხო, ფეხმძიმე რომ ბავშვი გაჩნდეს. ესებია ის საწარმოც და ეს კარგად უნდა გააცნობიეროთ და გაიგოთ რომ ესე არ არის ის რომ მოვიდა და დაფუძნდა, აბა სად არის საწარმოები. თქვენ ახლა ისე ნუ გადახვალთ, ღვინიაშვილი ესეთი კარგად დავიმახსოვრე გვარი, ნაციონალური მოძრაობის წევრი დეპუტატი, როდესაც უმცირესობას ხვდებოდით პრემიერ-მინისტრად, როდესაც დამამტკიცეს და თუ მამტკიცებდნენ პროცესშივე, ჰქონდა შეხვედრა უმცირესობასთან. და მე ამავდროულად ვაცხადებდი რომ ჩვენ დავახმარებით გლეხურ მეურნეობას, ფერმულ მეურნეობას, რომ დავხნავთ 10 თვეში სასუქების მიწოდებასა და ესე შემდგომ. ისე იგი და ოქტომბერში დამთავრდა არჩევნები, მე მგონი ოქტომბერშივე მქონდა შეხვედრა და ღვინიაშვილი მეკითხება სად არის? აბა ის დახნულები რომ ამბობდი, აბა სად არისო? დაახლოებით ამასვე გავს ეს საწარმოები. თქვენ გაეცანით კარგად სოფლის მეურნეობიდან ამოიღეთ, მე არ წამოსვარ მომზადებული ამისთვის ახლა რომ არ მეგონა თუ მსგავსი კითხვა იქნებოდა რომ თანაც დაკონკრეტებად ჩემს გარშეც კარგად შეგიძლიათ. გიმეორებთ რომ საწარმოებთან დაკავშირებით ჩვენ იმაზე მეტი საწარმო და რამდენი გაკეთდა ამ მიმართულებით კარგად ნახეთ. გავაკეთეთ ისიც რაც არ გვითქვამს. და არ დავპირებივართ თუ გნებავთ სამომხმარებლო კრედიტებს, აი საბრუნავი საშუალებები, რასაც ქვია